დასრულდა UFC Vegas 19, სადაც ორი ქართველი დებიუტი შედგა და გვაქვს ორი ამბავი. ერთი კარგი, მეორე ცუდი. დავიწყოთ კარგი ამბით. ლევან ჩოხელმა საოცარი დებიუტი შემოგთავაზა და შახბაზიანი დაამარცხა 22 წამში საოცარი სტრაიკინგით. კარგი ინტერვიუც ჰქონდა და აღნიშნა, რომ იმავე გაკეთება შეუძლია რეიტინგის 15-შიც და 10-ში მყოფი ბრძოლების წინაპირაშიც ჩვენი ეჭვ არ გვეპარება და მხოლოდ წარმატებას უსურვებთ ლევანს აწი და აწი. და ვიმედოვნებთ, რომ თავის წარმოთქმულს მალე დაამტკიცებს. ხოლო რაც შეეხება მეორე ამბავს. მეორე ამბავი არ არის სამწუხაროდ ცუდი, რადგან ოთარი დაუმარცხებელ კოლინსთან სამ რაუნდიანი იყო შეხვედრა. ალბათ საჯებმა 3-0-ზე მისცეს. თუმცა რეალურად ალბათ 3-1-ზე იქნებოდა უფრო ლოგიკური ანგარიში. საბოლოოდ ოთარი დამარცხდა ასე თუ ისე მაინც იყო აქტიური, თუმცა მალევე დაიღალა პირველივე რაუნდში შეიტყო დააღლა 4 ტეიქდაუნი ჰქონდა, თუმცა ტეიქდაუნებში ის დასრულების დროსაც ზევიდან მაინც კოლინსი ექცეოდა შიგადაში გიდაყვებსაც ურტყავდა და უფრო დომინანტი ჩანდა, ასე ვთქვათ, ფეხზე დგომისას ცენტრი კოლინს ჰქონდა აღებული. მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი ზუსტი დარტყმა ასე თუ ისე მაინც ოთარს ჰქონდა, მიწაზე უბრალოდ ფეხზე დომინანტი მაინც კოლინსი უფრო ჩანებდა, ცენტრი აღებული ჰქონდა. უფრო მეტს ურტყავდა, ნაკლებად იყო დაღლილი, უფრო მძიმეც იყო და ასე ვთქვათ, თან ბრძოლის დასრულების შემდგომ მაინც უფრო დამაჯერებელი იყო, ასე ვთქვათ, კოლინსი ხელი აწია, თავდაჯერებული იყო, ხო, ოთარი უბრალოდ მიწაზე დაიჯდა და სინამდვილე შეიძლება იმის თქმა, რომ კარგად იჩხუბა ოთარმა, თუმცა ისე იჩხუბა, რომ საჯების თვალში ვერ იყო დამაჯერებელი და საბოლოოდ შესაძლოა ამის გამოც დამარცხდა. თუმცა ეგ არაფერი 66 კილოში გამოვიდა, იდეაში 61-ის მებრძოლია და მომავალში აუცილებლად ოთარს უსურვებს წარმატებას და ვიმედოვნებთ, რომ უფრო და უფრო ძლიერი და შემართებული დაბრუნდება შემდგომი ბრძოლებისთვის.